ქალზე ძალადობა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გააპროტესტა. აქციის მიზეზი მორიგი მსხვერპლი გახდა. 25 ივლისს კიდევ ერთი ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. მკვლელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის მიმართ არ იცვლება. ამიტომ აქციის მიზანია ძალოვან უწყებას შეახსენონ მისი მოვალეობები და მოთხოვონ 6 ივნისს შეტანილი პეტიციის პუნქტების შესრულება. პეტიციის ავტორებმა გენდერულად სენსიტიური კანონმდებლობის შემუშავება მოითხოვეს, რომელიც მსხვერპლი ქალების მდგომარეობის ადეკვატური იქნება. თუ ახლახან მოხდა მკვლელობის ფაქტი, როდესაც პოლიციელმა მოკლა თავისი ყოფილი ცოლი. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი, არა პოლიციელი და არა სამართალდამცავი ახორციელებს ამ მკვლელობას, რა თქმა უნდა, ეს აშინელებაა, მაგრამ ეს ორმაგად უფრო დიდი დანაშაულია, როდესაც ამაში ჩადის ის ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს კანონს. ჩვენ თვლით, რომ სალომეს მორიგი შემთხვევა არის ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემა, რომელსაც საზოგადოებაც უნდა ებრძოლოს, სახელმწიფო მთლიანად და შინაგან საქმეთა სამინისტრო. უკვე მესამედ მართავდა აქციას ფემიციდთან დაკავშირებით. წელს უამრავი მსხვერპლი იყო, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ ქმედით ღონისძიებას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს. ყოფილი ქმრებიც კი იმ დონის საკუთრებად მიიჩნევენ ყოფილ ცოლებს, რომ უშვებენ იმას, რომ მოკლა. სტატისტიკის მიხედვით 2007-2014 წლების პერიოდში სულ დაფიქსირდა ძალადობის 1102 ფაქტი. მათში მონაწილე 2223 პირით. მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები.